ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სისტემა აპატიმრებს ყველას: ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პენსიონერებს. Სანქცირებულმა მოსამართლეებმა დღეს ციხეში კიდევ 6 დემონსტრანტი გაუშვეს. 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილს. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ახალგაზრდა ქალი 200 ლარი დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მარგიშვილმა სხდომაზე საკუთარი საქმის მასალები დახია და ამით პროტესტი გამოთქვა ქართული ოცნების რეპრესიების მიმართ. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან დააკავეს. ხნედ ვარ და გამოსვლის მერე გადავკეტავ კიდევ. 200 ლარი რო დამაჯარიმა დავხიე ჩემი საქმის მასალები რაც იყო იმის ანუ აჩვენე როგორ გადაგვახიე სინამდვილეში კონსტიტუცია რომ ამ ყველაფერს აბსოლუტურად სულელეში ვიმყოფებით ახლა რასაც აკეთებდა ეს კაცი და უთხარი რომ ის ჩემთვის მოსამართლე არ არის და არც ეს არაა სასამართლო ამით გამო 200 ლარიანი ჯარიმა მივიღე რომელსაც მე რა თქმა უნდა არ გადავიღე. იქ იდგნენ ადამიანები რომლებიც თავგანწირით იბრძოდნენ მთელი გარკვეული პერიოდი. ირღვევა კონსტიტუციური უფლებები, ადამიანის უფლებები. ერთდღიანი პატიმრობა 76 წლის გურამ ქუხილავას, რომელსაც ბრავად გზის გადაკეტვას სდებენ. დემონსტრანტის ადვოკატი დაკავების მომენტში პენსიონერი კაცის მიმართ ძალადობაზე მიუთითებდა. მოსამართლემ ეს გარემოებები არ გაითვალისწინა და ბრალდებული ციხეში გაუშვა. მასზე განხორციელდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მოხდა მისი გაშიშვლება, მაშინ როდესაც ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. მედოვნებდით, რომ ის შემოიფარგლებოდა გაფრთხილებით ან ხელწერილით, თუმცა მაინც გამოიყენა პატიმრობა ერთი დღის ვადით. 76 წლის ადამიანს და დევნილს აფხაზეთიდან რამოდენად ყივილის მატარებელს რო აპატიმრებს აბსოლუტურად უზანაშაულოდ და თავისი სამართლიანი ხმის გამო ჩვენ გვეუბნება რომ აღარ დაგინდობთ გადაგივლით, მაგრამ ეს არ გაგრძელდება. ჩვენ არ დავინდობთ მაგარ. უკვე მეორე დააპატიმრეს უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე შაკო ბაღდოშვილი და კოკო მიქაია, რომლებსაც ბრავად გზის გადაკეტვა ედებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს გზის გადაკეტვას კანონის გამკაცრებამდე ცედავებოდა. ამჯერად ორივე მათგანს ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გავიკვა, რომ 21 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი იყო, შედგენილი იყო ვიდეო დათვალიერება, არსებობდა პატაკი, რომ კონსტანტინე მიქაია მათი განმარტებით 19 ოქტომბერსაც და 20 ოქტომბერსაც ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტები, თუმცა ეს არ მოიტანა 21 ოქტომბერს და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აპრობირებული მეთოდია. მარცვლით რომ რაც შეიძლება დიდხანს ყავდეთ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ პატიმრობაში. 5000 ლარი დააჯარიმეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იოსებ ხელშვილი. სხვების მსგავსად მასაც გზის გადაკეტვა ედებოდა ბრალად. ხელშვილის მდგომარეობის მიუხედავად მოსამართლემ ის მაინც სამართალდამკვევად ცნო. ფულადი ჯარიმა გამოიყენეს გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსანდრე რაზმაძის წინააღმდეგაც. მას ბრალად პოლიციისადმი შეურაცხყოფას ედავებიან. 18 წლის ახალგაზრდა 2000 ლარით დააჯარიმეს. ვარ პენსიონერი, რომელიც იღებდა თითქმის ნახევარ პენსიას ვიღებ წინასწარ გამოტანილი ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე და მედიკამენტების და გარკვეული მკურნალობისთვის ვარ სოციალურად დაუცველი. არ ვიცი მე ეს 5000 ლარიანი ჯარიმები გამოაქვს საჩუქარივით და ისეთი ღიმილი თითქოს აქ ჩუქნიან, ამით უნდა ხალხის შეშინება, ალბათ შემდეგ პატიმრობას გამოიტანენ გადაუხდელობის შემთხვევაში, იმიტომ რომ 5000 ლარის გადამხდელი ვინ არის ამ გაჭირებულ ხალხს. გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობაში გაუშვეს კიდევ 2 მოქალაქე. ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტ ანი ზულიაშვილს. ციხეში გაუშვეს ექიმი რამაზ ზოსიაშვილიც.